მიხარია რომ ძალიან ბევრი ქართველი დაინტერესებულია იაპონური კულტურით და როგორც ჩანს ბევრი ქართველი სურდა იაპონური ენის სწავლა. ამიტომ გადავიწყებით გადამიხო ეს ვიდეო იმისთვის რომ გაგიზიაროთ ჩემი რჩევები და ასევე რეკომენდაციები იმისთვის რომ კარგად ისწავლოთ, იმეცადინოთ და აითვისოთ იაპონური ენა. მაგრამ ჯერ თქვენ გაინტერესებით. ვინ ხარ შენ საერთოდ? კი, მესმის, ვინ ვარ მე საერთოდ? ამიტომ ჩემს ცოტა ხანი ჩემს საკუთარ ვილაპარაკებ. ვინ ვარ მე? გამარჯობა, მე მეკუბია რიოსეს სიგინაკა, დაახლოებით 8 წელია რაც საქართველოში ვიცხოვრობ. ძალიან მიყვარს ეუცხა ენების სწავლა და ზოგადად ენების შესახებ სწავლა მიყვარს. თავდაპირველად საქართველოსა და ქართული ენის შესახებ გავიგე იაპონიაში. აი შემთხვევით ვივობე ქართული ენის წიგნი ჩემი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში და დავინტერესდი ქართული ენის უნიკალური თვისებებით. დამწერლობა, გამოთქმა, გრამატიკა და ასე შემდეგ. მერე გადავწყვიტე საქართველოს ჩამოსვლა და ვასწავლდი იაპონურ ენას. პარალელურად ჩემი ვისწავლობდი ქართულ ენას. ამის მერე ვიმუშავდი იაპონურ კომპანიაში, მაგრამ ონლაინ რეჟიმი იყო, ამიტომ საქართველოში მაინც ვიყავი. იაპონური კომპანიის შემდეგ ვიმუშავდი იაპონიის საელჩოში და დავამთავრე TSU სამაგისტრო პროგრამა ენათა მეცნიერებაში. და მომავალში მინდა გავხდე ენათა მეცნიერი და დღეს მინდა რომ გაგიზიაროთ რჩევები და რეკომენდაციები და იმედი მაქვს რომ ეს გამოგადგება სასარგებლო იქნება თქვენი ენების სწავლაში. ხო და ალბათ თქვენ გაინტერესებთ როგორ უნდა ვისწავლოთ, როგორი მიდრომა უნდა გვქონდეს ასე შემდეგ. იაპონური ენის ასათვისებლად მნიშვნელოვანი იქნება, ეს ჩემი რჩევა, რეკომენდაცია. ამისთვის გჭირდებათ მიზნით ყოველი დღე ბევრი კითხვა, ბევრი წერა, ბევრი მოსმენა და ბევრი ლაპარაკი. ის სმარჩკი. და ალბათ თქვენ თვითონ ვაიმე ეს ვიცი ძალიან ზედაპირული რაღაცას ამბობს. მაგრამ არა, ზედაპირული არ არის, ძალიან ხრივი არის და ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ბაზისური. ამ ვიდეოს თუ უყურებთ, მაშინ ნიშნავს რომ თქვენ დაინტერესებული ხართ იაპონური ენის სწავლით და მინდა რომ გიკითხოთ. რატომ გინდათ იაპონური ენის სწავლა? იმიტომ რომ გინდათ უყუროთ იაპონური ფილმებს, ანიმეს იაპონურად, გინდათ წაიკითხოთ იაპონური მანგა იაპონურად. ამ მომავალში გინდათ იაპონიაში წახვიდეთ სასწავლად, ამ სამუშაოდ. უბრალოდ უყავთ იაპონელი მეგობრები და მათთან ერთად იაპონურად, არა ინგლისურად ან სხვა ენაზე, მაგრამ იაპონურად გინდათ ლაპარაკი. და ეგ მიზანი და ეგ мотивация რაც ახლა გაქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია. ინეს სასწავლად ძალიან ბევრი დრო გჭირდებათ და ყოველი დღე უნდა ისწავლოთ. ამიტომ გჭირდება თქვენი ეგ კონკრეტული мотивация. ეგ არის დიდი პირველი ნაბიჯი იმისთვის რომ დაიწყოთ თქვენი იაპონური ენის მოგზაურობა, იაპონური ენის სწავლის მოგზაურობა. და ახლა აგიხსნით როგორ შეგვიძლია ვიბარჯიშოთ კითხვა, წერა, მოსმენა და ლაპარაკი იაპონურად. იაპონური ენის კითხვისთვის თავდაპირველად, დასაწყისში გჭირდებათ ამბანის დამწერლობის ცოდნა. იაპონურს აქვს ჰირაგანა, კატაკანა, კანჯი. სამი დამწერლობის სისტემა გვაქვს. სამივე მნიშვნელოვანია იმისთვის რომ კარგად აითვისოთ იაპონური ენა. და წერის ეს დამახსოვრება მეცადინეობა იქნება პირველი ნაბიჯი. იაპონური ენის სასწავლად ხელმისაწვდომია ძალიან ბევრი წიგნი. მაგალითად გენკი, მინანო ნიჰონგო და ასე შემდეგ. თბილისში ისწავლება იაპონური ენა, როგორც არჩევითი საგანი, როგორც ძირითადი მიმართულება სხვადასხვა უნივერსიტეტში, მაგალითად TSU-ში ისწავლება იაპონური ენა, როგორც ძირითადი მიმართულება. კეიზო უნივერსიტეტში რაც შეეხება თავისუფალი უნივერსიტეტში ასწავლებენ იაპონური ენას. და ასევე იას სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლება იაპონური ენა, როგორც არჩევითი საგანი. ასევე თბილისში სხვადასხვა ენების ცენტრია ხელმისაწვდომი, ამიტომ შეგიძლიათ დააგვიროთ. ასევე არსებობს ესეთი ორგანიზაცია Japan Foundation, იაპონიის მუტაბურობის ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს იაპონური კულტურის პოპულარიზაციასა და ასევე იაპონური ენის განათლების პოპულარიზაციაში. ინგლისურადაც არის ინფორმაცია, ამიტომ შეგიძლიათ შეხვიდეთ, უბრალოდ დაწეროთ Japan Foundation და არსებობს სხვადასხვა მატერიალი, რომელთაც შეგიძლიათ ისწავლოთ იაპონური ენა. ასევე მეც ვასწავლი აქ იაპონურ ენას, YouTube-ზე ვასწავლი ჩემს არხზე, ვასწავლი იაპონურ ენას.
ქართულად ვასწავლი ბაზისურ გრამატიკას, ბაზისურ სიყვარული სხვა და თუ გინდათ პრეს გამიხარდებათ უყურებთ. რაც შეეხება წერას, მე სხვა ენების რომ ვისწავლო, ვიყენებ ესეთ აპლიკაციას Tandems და HelloTalks. ამ აპლიკაციის გავლით შეგიძლიათ იპოვოთ მაგალითად იაპონელები, ვინც სწავლობენ ინგლისურს, ქართულს რომ სწავლობენ, ცოტა არ ვიცი რამდენი იქნება, მაგრამ ალბათ იქნება, მაგალითად მე, არ ვიცი. და ისინი სწავლობენ ქართულს, ინგლისურს ან სხვა ენებს და თქვენ სწავლობთ იაპონურ ენას და ენის გაცვლა იქნება. და რა თქმა უნდა, ეს მესეჯი იქნება, შეგიძლიათ უბრალოდ წაიკითხოთ მათი მესეჯი და შეგიძლიათ თქვენ დაწეროთ თქვენი ფრაზები, ცნობები და იქნება თქვენთვის კარგი წერის სავარჯიშო. ასევე მიხიარები. ასევე იაპონიაში გავრცელებულია ესეთი აპლიკაცია Line. საქართველოში გავრცელებულია Facebook-ი, Instagram-ი და ასე შემდეგ, WhatsApp-იც, მაგრამ მესეჯისთვის იაპონელები იყენებენ Lines. ამიტომ თუ თქვენ გინდათ იაპონელებთან მესეჯი, მაშინ Line-ის ჩატარებითაც ალბათ მოგინდებათ. ასევე მე მაქვს ესეთი პატარა რუბეური. პატარა რუბეური კი არ არის, მაგრამ მემო. მაგალითად მე ახლა ვსწავლობ ჩინურს, არაბული სიტყვებიც არის, ვსწავლობ ჩინურს და არაბულს ჩემით და როცა ვკითხულობ რაღაცებს და მხვდება ახალი სიტყვები, მაშინ ასე ვწერ. ასევე ესეთი პოდკასტიც ძალიან სასარგებლო ხერხი იქნება იმისთვის, რომ გამარჯვებისად თქვენი მოსმენის უნარები იაპონურად. მაგალითად მე ვისმენ ამ NHK Radio News ყოველდღე ხერ რომ ვიხებიზე, მაშინ საერთოდ ძალიან მეზინება და უნდა გავიხებიზე, ამიტომ ძალიან ხომამარხვა ვისმენ ამას იაპონურად ხონდ. და ჩემი რუტინაა, რომ მოვისმინო სხვადასხვა ახალი ამბები სხვადასხვა ენებზე, რომელსაც მე ვსწავლობ. ბოლო დროს გავრცელებულია ChatGPT, ჩემი აზრით ძალიან სასარგებლო ერთ-ერთი მიდგომა, იმიტომ რომ ფონეტიკურად გამოთქმა იაპონურად, რასაც მეტყველებს ChatGPT ძალიან შედარებით ბუნებრივია. ამიტომ თქვენთვის კარგი ინპუტი იქნება თქვენი ყურებისთვის. ესეთი თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებაც ჩემი აზრით მნიშვნელოვანია და მეც ყოველდღე ხერხად ვიცი რომ გამოვიყენო ახალი ხერხი, ახალი მეთოდები, იმისთვის რომ ვიპოვოთ ეფექტური და კარგი მეთოდები და მიდგომა. ლაპარაკის პრაქტიკას რაც შეეხება, ერთი რიცხვი არის, მაგალითად მე რომ მარტო ვარ, რომ ვჭამ, რომ ვისმენებ, რომ ვიხევს ხაბს ასე შემდეგ, ყოველთვის მე მარტო ვლაპარაკობ. უცხოენების სწავლისთვის ძალიან სასარგებლოა იმისთვის, რომ ავარჯიშოთ თქვენი თვინი. და ასევე ცეხან რომ შემოგვიტაბადეთ Tandem-ი, HelloTalk-ი და ასე შემდეგ, ამ აპლიკაციაში, ასევე Line-შიც არის ესეთი ფუნქცია, voice message-ი, ამიტომ შეგიძლიათ უბრალოდ ილაპარაკოთ, წერის ნაწილად შეგიძლიათ უბრალოდ voice message რომ ჩაუწეროთ. მაშინ ესეც იქნება ლაპარაკის პრაქტიკა. თუ უფრო ხშირად გინდათ აითვისოთ გამომჟავებისად თქვენი იაპონელის უნარები, რა თქმა უნდა, იაპონიაში სასწავლო იაპონური ენის გამოყენებით მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მაგალითად, იაპონიის საერთო საქართველოში გვთავაზობს იაპონიაში სასწავლებლის პროგრამებს. თუ გაინტერესებთ, მაშინ დაწერეთ Next იაპონიის მეტაბრობის განათლების სამინისტროს პროგრამებია და ერთი წლიანი პროგრამა, 5 წლიანი პროგრამა, სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა და ასე შემდეგ. ეგეთი სხვადასხვა პროგრამები არსებობს. ასევე ბოლო დროს თბილისში გაიხსნა ბევრი იაპონელების მიერ გაიხსნა სხვადასხვა კომპანიები არ არის, მაგრამ კაფეები, რესტორნები და ასე შემდეგ და ისინი აქტიურად ეძებენ იაპონური ენის მოლაპარაკე ან ძირითადი იაპონური ენის მუცოდნე ქართველებს და ალბათ შეგიძლიათ ცადოთ იმუშაოთ იაპონურად. ესეც ძალიან კარგია, იმიტომ რომ სამსახურში რომ ხართ, მაშინ ფასხის მეგერი რომ ხართ, ძალიან უნდა გამომჟავებისად თქვენი იაპონური ენის ცოდნები და უნარები.
აქამდე აგიხსენეთ როგორ უნდა იბარჯიშოთ კითხვა, წერა, მოსმენა და ლაპარაკი. ეს 4 კომპონენტი ძალიან ყველა თანაბრად ძალიან მნიშვნელოვანია. ენის სწავლა, ნებისმიერი ენის სწავლა იაპონური ენის ჩათვლით ძალიან დიდი ხანი გჭირდებათ. ამიტომ გახსენდეთ თქვენი თავდაპირველი мотивация და მიზანი. რატომ გინდათ იაპონური ენის სწავლა, რისთვის გინდათ? რაც უფრო კონკრეტულია და რაც უფრო ძლიერია თქვენი мотивация, უფრო წარმატებულად გამოდის იაპონური ენის სწავლა. მაგრამ ვიცი, მაინც ვითვლია. მაინც ვითვლია. ამიტომ ხო, დავამატე ეს სმაიჩკი. მიზნით ყოველი დღე ბევრი კითხვა, ბევრი წერა, ბევრი მოსმენა, ბევრი ლაპარაკი და ეს სმაიჩკი. რომ დაიწყებთ იაპონური ენის სწავლას, ანუ ეს ის მომენტი გექნებათ, რომ აი სხვები ძალიან კარგად სწავლობენ და მე საერთოდ ვერ ვსწავლობ, ძალიან ნელა მივდივარ წინ და ასე და შემდეგ, მაგრამ ეგ ნორმალური რაღაცა. იმიტომ რომ ყველა ხალხი განსხვავებია. სხვადასხვა ხალხს აქვს სხვადასხვა მიდგომა და განსხვავების სიჩქარე. და ენების სწავლა ჩემი აზრით შეჯიბრი საერთოდ არ არის. და თქვენი мотиваციის, მიზნის და ოცნების მისაღებად და არსებობს ეს დიდი გზა. ამიტომ ყოველი დღე ნელ-ნელა შეგიძლიათ თქვენი სიჩქარით, თქვენი რიტმით შეგიძლიათ გააგზავნოთ თქვენი იაპონური ენის სწავლა. როცა სწავლობთ ახალ სიტყვებს და თქვენ გგონიათ რომ დაიმასწრებთ, მაგრამ ვერ დაიმასწრებთ. ანუ დაგავიწყდათ და რაღაცა და მე იფიქრებით რომ მე ვერ დავიმასწრებ საერთოდ ეს ახალი სიტყვები და მეც მოვიწყდება ხოლმე. მაგალითად მე ძოხეს რა წამე საერთოდ არ მასწავლებს. ყოველ შემთხვევაში ეგ დავიწყების პროცესი ძალიან ბუნებრივია და საერთოდ არ არის შეშფოთებული რაღაცა. ალბათ გინახავთ ესეთი სქემა. ადამიანის მეხსიერების პროცესს აღწერს. დავიწყების შემდეგ კიდე გახსენება და მე დავიწყება და გახსენება და ასე შემდეგ, მაგრამ ამ პროცესში თქვენი მეხსიერება გაძლიერდება. აქედან გამომდინარე დავიწყების ეს პროცესიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის. და ბოლო ცნება რაც მინდა გაგიზიაროთ. ეს არის language plateau, ქართულად არ ვიცი, მაგრამ ენათა plateau, ალბათ. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული დონემდე ძალიან სწრაფად შეგიძლიათ მიახსნათ აიცოთ თქვენი ენის ცოდნა და უნარები. მაგრამ შუა დონემდე თუ მიდიხართ, მაშინ ეგ აღზრდის ეს პროცესი სიჩქარე ძალიან ნერი ხდება. და ესეთი შეგიძლია გეკნებათ, რომ სწავლობთ ყოველი დღე, მაინც არ აიმახლება თქვენი იაპონური ენის უნარები. რომ გეკნებათ ესეთი პერიოდი, არ შეგეშინდეთ, ესეც ნორმალური რაღაცა. ანუ ინდივიდუალური განსხვავება, დავიწყების პროცესი, ენათა პლატო, ანუ ყველაფერი ძალიან სიძდრეს კომუნიკაციის ენების სწავლის პროცესში, მაგრამ არ შეგეშინდეთ, გაიხიმეთ, გააგზავნეთ, ანუ იმიტომ რომ ეს ბუნებრივი რაღაცა, მიხაროთ თუ იმეცადეთ, მაშინ აუცილებლად მიახსენებთ თქვენს სამიზნეს. ამიტომ კიდე ვიმეორებ, მიზნით ყოველი დღე ბევრი კითხვა, ბევრი წერა, ბევრი მოსმენა, ბევრი ლაპარაკი და სმაიჩკი. საბოლოო ჯამში მიახსენებთ თქვენს ოცნებას. იმედი მაქვს რომ გაგიზიაროთ ჩემი მესეჯი და ასევე იმედი მაქვს რომ ახლა ინტერესი რომ გაქვთ იაპონური ენის სწავლაში, დაიწყებთ, გააგრძელებთ იაპონური ენის სწავლას და მეც გავაგრძელებ ქართული ენის სწავლას, სხვადასხვა ენების სწავლას, იმისათვის რომ მომავალში გავხდე ენათმეცნიერი. ამიტომ წარმატებებს გისურვებთ. იმედი მაქვს რომ ოდესმე შევხვდებით და დავილაპარაკებთ იაპონურ ენაზე, რომელიც ჩემი მშობლიური ენა. ხო და აბაჰე. これで日本語の話せるようになるな。きっとみんな日本語を話せるようになると思います。ところで、はい、話すパートで独り言ってあったけれども、独り言よくしますね。どういう時にするんだ？例えば今日何食べようかなとか、明日何しようかなとか、そういうことが今も独り言なんですけど。いや、今独り言いや、いや、今僕と話してる。いや、お前は俺と話してる。俺は俺で、僕と俺は俺で、お前はお前。
いや僕は僕であなたは僕ええ